მოგესალმებით ყველას. მადლობა ბრიტანულ უნივერსიტეტს ჩამოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვართ შეკრებილები, რის გარშემოც შემეზით ეხა დაიწყო საქართველოში, ასე ვთქვათ, საუბრები და ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო გახშირდება. მე წარმოვადგენ ინოვაციის ტექნოლოგიების სააგენტოს, როგორც იცით, სააგენტო ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ქვეყანაში. ის ფარგლებშიც AI ის არის, რაც ინოვაციური ეკოსისტემა AI-ის გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, დავიწყებ ისტორიის მოყოლით, საიდან დაიწყო და ეხლა სად ვართ და რა არის ჩვენი კონტრიბუცია როგორც ინოვაციებში, ასევე AI-ში. სააგენტო დაარსდა 2014 წელს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. პირველი 2 წელი, 2015-2017 წელი გახლდათ ინოვაციების და საზოგადოების განვითარების პერიოდი. მაშინ, როდესაც ინოვაციამ არავინ არ იცოდა რა იყო და დაიწყო ხალხში გაზიარება ამ ცოდნის, რომ ყველასთვის მიგვეწოდებინა თუ რას წარმოადგენს ინოვაცია და რა არის მის შინაარსი, ასე რომ ვთქვათ. სააგენტოს რეალური განვითარება დაიწყო 2018 წელს, როდესაც სააგენტომ დაიწყო თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან და განხორციელდა ჯინის პროექტი, რაც გულისხმობდა საგრანტო დაფინანსებას და სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. პირველი რა იყო სტარტაპი და შემდგომ უკვე ამ სტარტაპის ფორმირებას ქვეყანაში. შემდგომი განვითარების ეტაპზე 2020 წელს შემოვიყვანეთ საქართველოში 500 გლობალი აქსელერატორი, პირველი საერთაშორისო აქსელერატორი, რომელიც რეგიონში წარმოადგენს პირველ ყველაზე მასშტაბურ აქსელერატორს. შემდგომ იყო უკვე ქართული სტარტაპის პირველი ეგზიტი, ეს იყო Pulsar AI, რომელმაც ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა რამდენიმე 10 მილიონად და შემდგომ უკვე იყო 2022 წელს 500-ის მიერ დაფუძნებული პირველი 20 მილიონიანი VC ფონდი, სადაც limited partnerები ვიყავით ჩვენ სააგენტო და ასევე საქართველოს ბანკი. შემდგომ მოხდა უკვე 2024 წლის თებერვალში გამოვაცხადეთ JITA 2.0 ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს, რომ დავასახელეთ ქვეყანაში 3 ტექნოლოგიური პრიორიტეტული მიმართულებები, როგორც არის ეს ხელოვნური ინტელექტი, აგროტექნოლოგიები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის 20% დასაქმებული არის აგრომიმართულებით და ასევე ბაქტერიოფაგები. მოგეხსენებათ, ბაქტერიოფაგებში 100 წელზე მეტი გამოცდილება და ისტორია გვაქვს, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით განვითარება ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ გვაქვს პოტენციურად შანსი, რომ სოფლიოში ერთ-ერთი წარმატებულები ვიყოთ და მოვინიშნოთ საქართველოს როგორც ბაქტერიოფაგების, ასე რომ ვთქვათ, შემქმნელებად. რაც შეეხება 2025 წელს, შემოვიდა ინოვაციური სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაწესდა შესაბამისი საგადასახადო შეღავათები, როგორც ინოვაციური სტარტაპებისთვის, ასევე ინოვაციური SME-ებისთვის და ასევე კვლევითი ორგანიზაციებისთვის. ყველას კარგად მოიხსენება, რომ ინოვაციები კვლევის გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სააგენტო ხელს უწყობს, რომ სტარტაპ ეკოსისტემა შეიქმნას, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სხვადასხვა ბიზნესებმაც დაიწყონ კვლევებში ფულის დახარჯვა, რადგან უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა სხვადასხვა სტარტაპის შექმნის ქვეყანაში. და ამის გარდა კვლევითი ორგანიზაციებსაც სჭირდებათ შესაბამისი დახმარება, რომ რჩება მეტი კვლევა გააკეთონ და შემდგომ მოხდეს უკვე ბიზნესის მხრიდან ამ კვლევების თავიანთ ბიზნეს პროცესებში გადმოტანა და დანერგვა. ასევე შემოვა 4 საერთაშორისო აქსელერატორი და ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო ვრცლად შემდეგ სლაიდებში. პატარა შედეგებს მოგახსენებთ. ტექნოლოგიურ ტალანტის შექმნა და ინოვაციების საზოგადოების განვითარება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი, როცა დაიწყო სააგენტო ფუნქციონირება. დღესდღეობით წარმოდგენილი ვართ 9 ტექნოპარკი გვაქვს მთლიანად საქართველოს მასშტაბით, 3-1000 იხსნება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელსაც დაერქმევა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი და იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც განთავსდება სხვადასხვა სივრცეები და ამას ცოტა მოგვიანებით კიდე დეტალებში აგიხსნით. რაც შეეხება ახლა პროგრამებს რეგიონებში, ხო? ანუ ინოვაციური ეკოსისტემა რო განმომითავროთ, ეს არნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალიზებული თბილისში. საჭირო არის, რომ რეგიონებშიც გქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ გრანტი, შექმნან რეგიონებში არსებულმა ახალგაზრდებმა სტარტაპები და მიიღონ მონაწილეობა ინოვაციების განვითარებაში რეგიონშიც. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენ ვახორციელებთ პრეექსელერაციას, სადაც 10-ვე რეგიონში, სადაც 1800-მდე მონაწილე ფიქსირდება 21-25 წლის მონაცემებით. ამის გარდა გავცემთ 25,000 ლარიან გრანტს, რეგიონალურ გრანტს, სადაც დაფინანსებული არის ჯამურად 114 პროექტი. ასევე ვახორციელებთ ტექნოლოგიურ ბანაკებს, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისევე სტუდენტებისთვის და თემატიკა ყოველთვის განსხვავებული არის. ბოლო პერიოდში ძალიან მოხშირებული არის AI-ის თემატიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი ძალიან დიდია რეგიონებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეების მხრიდან და აქედან გამომდინარე AI, აგრიტეკი, ბიოტეკი და სხვა მიმართულებები არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ეს ბანაკები ხორციელდება.
ამის გარდა გვაქვს ტექნოპარკის სხვადასხვა პროგრამები, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც არის ინოვაციური მეწარმეების განვითარება, სტარტაპების ხელშეწყობა, hardware პროდუქტირება და ICT და STEM მიმართულებები. მოგახსენებთ, რომ ჯამში 150.000-იანი გრანტის ფარგლებში დავაფინანსეთ 299 პროექტი. შესაბამისად, სახელმწიფომ განახორციელა 46 მილიონის ინვესტიცია ამ სტარტაპებში და მათ მიერ დაგენერირებული ფინანსური სარგებელი წარმოადგენდა დაახლოებით 700 მილიონს, რაც არის 3-ჯერ მეტი. ეს მოიცავს როგორც ინვესტიციას, ისე შემოსავლებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტარტაპები საკმაოდ კარგად ვითარდებიან ქვეყანაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ყველაზე წარმატებული სტარტაპი, ვინც ყავს განათლების მიმართულებით და რომელიც ასევე AI-ს იყენებს, არის Edumentorsi, რომელმაც დაახლოებით რამდენიმე თვის უკან 2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა და აპირებს, რომ შექმნას AI humanoid მასწავლებელი, რომელიც დაინერგება როგორც უნივერსიტეტებში, ისე სკოლებში. შესაბამისად, გადავიდეთ ახლა ინოვაციების სტარტაპის აქსელერაციის პროგრამა. როგორც მოგეხსენებათ, 150.000-იანი გრანტის გაცემა არ იყო საკმარისი, რომ შეგვექმნა ის ხარისხიანი სტარტაპები, რომლებსაც ექნებოდა გლობალური მასშტაბირების პოტენციალი. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ვითარდებოდა სტარტაპ ეკოსისტემა, მივხვდით, რომ მხოლოდ თანხის მიცემა და ამის, ვთქვათ, გახარჯვა მათთვის საკმარისი არ იყო. ანუ სჭირდებოდა დამატებითი mentorship-ი, გაზრდა, პროცესების გადაწყობა, გადალაგება. შესაბამისად, ვიღაცა მაინც უნდა ყოფილიყო გვერდით, ვისაც შეეკითხებოდნენ და ამ პროცესებს გაევლიდნენ და შეიძლება პირობითად მიმართულებაც კი შეეცვალათ. შესაბამისად, წელს ჩაეშვა და ქვეყანაში შემოვიდა 4 აქსელერატორი. ეს არის 3 ამერიკული და 1 ევროპული, Plug and Play 500, Founder Institute და Startup Bootcamp. ეს აქსელერატორები ერთი წლის განმავლობაში idea stage-დან, ანუ პირველი stage-დან მოყოლებული, ბაზარზე გასვლის ეტაპამდე გადაამზადებენ სტარტაპებს. ჯამში დაგეგმილია, რომ გადამზადდება 640 ბენეფიციარი 4 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში განხორციელდება ეს პროექტი და სააგენტო უკვე მეორე ეტაპიდან გასცემს საგრანტო მოცულობით 50.000 ლარს MVP stage-ზე და შემდგომ უკვე მესამე ეტაპზე გადასულ სტარტაპებს მისცემს 150.000 ლარს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 150.000 ლარიანი გრანტი გახდა 200.000-იანი და ეს იქნება flows მიყოლებით, ანუ ეტაპობრივად გაიცემა თითოეულ გრანტიორზე გააჩნია რა ეტაპზე არიან. შესაბამისად, შეიქმნება 320 MVP და გაცემული გრანტების რაოდენობა 4 წლის განმავლობაში იქნება 40 მილიონი. და შესაბამისად გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე სტარტაპი იქნება 160 და იმედი მაქვს, რომ გვეყოლება unicorn-ი, რაც ჩვენს რეგიონში ასე თუ ისე რამოდენიმე ქვეყანას ყავს და სტარტაპ ეკოსისტემის გლობალურ ბაზარზე რომ მოვინიშნოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ მინიმუმ ერთი unicorn-ი სტარტაპი ყავდეს. გადავიდეთ შემდეგი ინიციატივაზე, როგორც წეგან მოახსენე, შემოვიდა ინოვაციური სტატუსი, ანუ ინოვაციების კანონში შევიდა ცვლილება. ეს ნიშნავს იმას, რომ სტარტაპებს ვისაც მიენიჭება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, შეძლებენ პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას. ანუ 0% არ ექნებათ საშემოსავლო გადასახადი. როგორც მოგვეხსენება, საწყის ეტაპზე სტარტაპებს ყოველთვის ძირითადი ხარჯი მათი არის ხელფასები, ხო? რეალურად ჭირდება დეველოპერი, სხვადასხვა ადამიანი, ვინც ანუ მათი ხარჯი ძირითადად 90% წარმოადგენს ხელფასებს. შესაბამისად, გვინდა სახელმწიფომ რომ დავეხმაროთ, რომ ეს ხარჯი, ასე რომ ვთქვათ, მოვუხსნათ და სახელმწიფოში რეალურად 0 ლარი ქონდეთ შენატანი პირველი 3 წლის განმავლობაში. შემდგომ, თუ ისინი მოიზიდავენ 5 მილიონი ინვესტიციას, მე-4-მე-6 წელს ისინი დაებეგრებიან საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადით 5%-ით. ანუ კვლავ გვინდა რომ გავუყვეთ მათ ციკლს და ხელი შევუწყოთ, რომ ეს ხარჯი, რაც სახელმწიფო შენატანს წარმოადგენს, მაქსიმალურად შეუმციროთ და იყვნენ ორიენტირებულები თავიანთი პროდუქტის განვითარებაზე. ხოლო დანარჩენი მე-7 წელს იქნება საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი 10%. იმ შემთხვევაში თუ ისინი მოიზიდავენ 15 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას. რაც შეეხება ინოვაციური SME-ს, ინოვაციური SME-ები, როგორც ვთქვით, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი პროცენტი არის მცირე და საშუალო ბიზნესები. ეს არის ეს ჩვენი ეკონომიკა, რომელიც თქვა ასე რომ ვთქვათ, ვითარდება და ვითარდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მცირე და საშუალო მეწარმეებმა დაიწყონ ფიქრი განსხვავებული რაკურსით. არა ის, რომ ეხლა რას ვქმნი და ბიზნესი მუშაობს და მინდის და არაფერს არ აკეთებენ, რეალურად არ დაიწყონ ის თუ ის პროდუქტი როგორ გაუმჯობესონ, რა ტექნოლოგია დანერგონ, როგორ შეამცირონ ხარჯები, როგორ გაზრდონ ეფექტურობა. შესაბამისად, გვინდა რომ წავახალისოთ აღნიშნული მცირე და საშუალო ბიზნესმენები, რომ ფიქრი დაიწყონ სხვანაირად და უფრო engaged იყვნენ თავიანთი პროდუქტის თუ სერვისის განვითარებაში. შესაბამისად, ის დანახარჯი, რასაც
ჩადებენ კვლევაში და განვითარებაში, შეძლებენ რომ 300%-ით შემდგომ უკვე თავიანთი საგადასახადო ვალდებულებიდან გამოხვით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ესეც არის ის ხელისშემწყობი ინიციატივა, რითაც მათ სურვილი უნდა გაუჩნდეთ, რომ უკვე მეტი ჩართულობით იყვნენ ინოვაციებში და ინოვაციურ ეკოსისტემაში. რაც ასევე ლოგიკური იჭრილია, რომ წარმოქმნის უფრო მეტ სტარტაპს ქვეყანაში და უფრო მეტი პრობლემის გადაწყვეტა მოხდება სტარტაპების მიერ. მესამე ნაწილი არის უკვე R&D კომპანიები, კვლევითი კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ID სტატუსის მქონე კომპანიები დაიბეგრებიან 5%-ით, როგორც საშემოსავლოთი, ისე მოგების გადასახადით. რაც ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ კვლევით ორგანიზაციას გააჩენს ქვეყანაში და უფრო მეტი კვლევა გაკეთდება, არა მარტო basic კვლევა, არამედ applied research-ის გაკეთდება უფრო მეტი, რაც ბიზნესებსაც აეხმარებათ, რომ უფრო მეტი კვლევა დანერგონ თავიანთ პროცესებში. შემდეგი სააგენტო ინოვაციურ ეკოსისტემის განვითარებასთან ერთად ახორციელებს IT ეკოსისტემის განვითარებასაც. როგორც მოგახსენებათ, რამდენიმე წლის უკან შევიდა კანონმდებლობაში ცვლილება და საერთაშორისო IT კომპანიების სტატუსის მქონე კომპანიები, რაც უკვე დღესდღეობით არის 171 საერთაშორისო IT კომპანია ქვეყანაში წარმოდგენილი, იბეგრებიან მხოლოდ 5%-ით. ეხლა კიდე სექტემბერში ჩაეშვა ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოვიდა IT ბინადრობა, შესაბამისად ის digital nomad-ებს ეძახიან, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში, ქვეყანაში ჩამოდიან, ყოველთვის პრობლემას აწყდებოდნენ, რომ 1 წლის მეტი ვერ ჩერდებოდნენ. შესაბამისად გვინდა, რომ აღნიშნულმა ადამიანებმა უფრო მეტი დიდხანს დაყვან ქვეყანაში დრო და უფრო მეტი დანახარჯი ქონდათ ქვეყანაში და უფრო მეტი knowledge sharing-ი გააკეთონ, ანუ ცოდნის გაზიარება ადგილობრივ პროფესიონალებთან და რა თქმა უნდა სტუდენტებთან და სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებთან. ეხლა გადავიდეთ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე. ტექნოლოგიური ჰაბი მოგეხსენებათ, რომ პალმის შობარი უზარმაზარი. შესაბამისად, სივრცე საკმაოდ დიდი იყო და ბევრი პოტენციალი გააჩნია ამ ცენტრს. შესაბამისად, აღნიშნულ სივრცეში იქნება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სივრცეები. პირველი არის, რომ საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტექნოპარკი იქნება და იქნება ტექნოლოგიური ლაბორატორიები განთავსებული, იქნება ხელოვნური ინტელექტის კვლევითი და გამოთვლითი ცენტრი, რასაც ცოტა ხანში მოგახსენებთ უშუალოდ რას ვფიქრობ და როგორ გვინდა რომ გავაკეთოთ ეს. ასევე იქნება ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები, რომელიც წეგან მოახსენე, რომლებიც ქვეყანაში არის შემოსულები, ტუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, საკონფერენციო და coworking სივრცეები, სტარტაპების და ტექნოლოგიური სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. აწარმოებს საქართველოს საკონსტიტუციო ცენტრი Grow Hub-ი, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში არის განთავსებული, ასევე იქნება ქუთაისში წარმოდგენილი და საკპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლების და გადამზადების ცენტრიც იქნება წარმოდგენილი. ეხლა უფრო დეტალებში რომ გადავიდეთ. პირველი არის ეს ინტერაქციული მეცნიერების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ხო? აღნიშნულ მუზეუმში, ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენ ბავშვებს ვაწვდით თეორიულ ცოდნას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინახონ თუ რა და როგორ ხდება. შესაბამისად, აღნიშნულ სივრცეში იქნება 50-ზე მეტი ინტერაქციული ექსპონატი და ლაბორატორია და შეიქმნება სკოლის ჯგუფებისთვის და ოჯახებისთვის, ანუ ვიზიტორებისთვის იქნება აბსოლუტურად ღია და ყველა ადამიანი იქნება მისაღები, ანუ შესაძლებელია რომ შევიდეს ამ სივრცეში და ნახოს ეს განთავსებული ექსპონატები. აღნიშნული სივრცის მოწყობა გაზდის STEM განათლების მიმართულებით ინტერესს, რა თქმა უნდა, და ხელს შეუწყობს კრეატიული და სამეწარმოო სტარტაპ კულტურის განვითარებას რეგიონში. შემდგომ იქნება რობოტიკის კვლევისა და განვითარების ლაბორატორია, ინდუსტრიული სტანდარტის აღჭურვილობით შექმნილი ლაბორატორია, რომელიც დაეხმარება სტარტაპებს თუ ყველა დაინტერესებულ სტუდენტი იქნება თუ მოსწავლე იქნება, რომ შექმნას პროტოტიპი. ასევე სტუდენტებსა და ინჟინერებს შეეძლებათ კოდის შესწავლა, შეცვლა და ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის რეალური ექსპერიმენტების ჩატარება და ჭკვიანი მოწყობილებზე ცდების ჩატარება. აღნიშნულ სივრცეში იქნება რამდენიმე რობოტი წარმოდგენილი, როგორიც არის ჰუმანოიდი რობოტი, რობოტი ძაღლი, რობოტი მკლავები, რობოტი ინტელექტის მქონე მოწინავე სასაუბრო რობოტი. რეალურად შეძლებენ რომ დაინახონ რა არის რობოტი, როგორ ფუნქციონირებს და ეს რა თქმა უნდა მათ ინტერესს უფრო გაუღვივებს და უფრო მეტი სურვილი ექნებათ რომ ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ და სხვადასხვა სახის პროტოტიპების შექმნა. ასევე იქნება ტექნოლოგიური სხვადასხვა ლაბორატორიები, როგორც არის დრონების და ავტონომიური სისტემების ლაბორატორია, ელექტრონიკის ლაბორატორია და ნივთების ინტერნეტიზაციის ლაბორატორია და STEM ლაბორატორია. მოკლედ, ეს ლაბორატორიები ყველაფერი იმისთვის იქნება, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდეს აღნიშნული მიმართულებით, დაიწყონ ბევრი პროტოტიპის შექმნა, ასევე იქნება სხვადასხვა სახის ვორქშოპები, შეხვედრები, ჩვენერი ფორუმებიც, როგორც დღის არის პირობითად, მითაბები, ვორქშოპები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ახალგაზრდა ჩაერთოს ინოვაციურ ეკოსისტემის გაძლიერებაში. რომ გავხდეთ რეგიონში მოდმოწინავეები, რასაც მე მგონი პრეტენზია გვაქვს ზოგადად.
ტუმოს ცენტრს შევეხები. ტუმოს ცენტრი არის ჩვენი ქვეყანაში წარმოდგენილი, სადაც 12-დან 18 წლამდე ასაკის 35-ზე მეტი მოზარდი არის ჩართული და ტუმო ქუთაისი 1700 მონაწილეზე არის გათვლილი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც 11 მიმართულება გაერთიანდება, როგორც არის web development, generative AI, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, ანიმაცია და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ფართო სპექტრი არის ის მიხედვით ისწავლიან ახალგაზრდები. და მთავარზე გადავიდეთ, რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს. აღნიშნული მიმართულებით, ან როგორც ჩვენმა წინა გამოსვლებაც აღნიშნეს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფო კოლაბორაციულად მუშაობდეს როგორც აკადემიასთან, ისე ბიზნესთან, ხო? შესაბამისით, აღნიშნულ კვლევით ცენტრში იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა კვლევარები, დაკომპლექტებული ჯგუფი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც დაიწყებს ამ სამი მიმართულებით მუშაობას, როგორც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ასე რომ ვთქვათ, და ხელშეწყობას ბიზნესში, ასევე საჯარო სექტორში და ასევე ხელშეუწყობს AI სტარტაპების ჩამოყალიბებას. პირველი მიმართულება ეს არის AI ეკონომიკა და ბიზნესი, ანუ AI გადაწყვეტილების კომერციალიზაციაში ხელშეწყობა და ასევე კოლაბორაციული კვლევები, მაგალითად როგორც არის Horizon Europe. რაც შეიძლება მეტ კვლევაში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა. ამის გარდა იქნება AI-ის დანერგვა სახელმწიფო სექტორში, პირველი არის საჯარო სექტორი. გსურს რომ შევქმნათ მულტიფუნქციური AI ასისტენტი, ანუ ეს იქნება ის სისტემა, სადაც უბრალოდ რომ შევალთ, ყველანაირი დოკუმენტაციის გამზადება შეგვიძლია, ყველანაირი მოთხოვნის გაგზავნა შეგვეძლება ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში, რაც გაამარტივებს ყოველთვის მემკვიდრე ცხოვრებას. შესაბამისად, ეს არის ის დიდი პირველი პროექტი, რაც გვინდა რომ განვახორციელოთ. შემდეგ არის მეორე, ჯანდაცვა და განათლება. ეს არის ის ჯანდაცვაზე რომ ვახსენოთ, ხო, საქართველოში მეგონი ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრი არის ჯანდაცვაში, რომელიც რეალურად დღესდღეობით არ არის ისე გამოყენებული, როგორც საჭირო არის. არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში One Health Hub-ი, ხო? ანუ სადაც შედიხარ აპლიკაციაში და ყველანაირ თქვათ მიმართვა იქნება ეს თუ დიაგნოსტიკას, ყველაფერს ამ აპლიკაციის საშუალებით ღებულობ და მთელი ისტორია გაქვს ამ ერთ აპლიკაციაში. ეს სწორი AI-ის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყველაზე დიდი დანაშაულები მიმაჩნია მე ის, რომ ქვეყანაში არსებობს სამხელო მონაცემი და არ ხდება ამის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილი არის, რომ ჯანდაცვის ეს არსებული მონაცემები, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავждოთ, ვიმუშაოთ და სწორად გამოვიყენოთ და მოვაწოდოთ მომხმარებელს და საზოგადოებას ის პროდუქტები, რაც მათ ყოველდღიურობას გაუმჯობესებს და უფრო ხარისხს გასდის. რაც შეეხება განათლებაში არის უზომოდ ბევრი გადაწყვეტა, რაც როგორც ვიცით, ახსენებს ხარჯებს, ამცირებს ხარჯებს ადმინისტრაციულს, როგორც პირობითად მასწავლებლების, ასევე სტუდენტების, ასევე თვითონ დაწესებულებების ძალიან ბევრი AI გადაწყვეტა არსებობს, რაც როგორც მოვისმინეთ, უკვე ბრიტანული უნივერსიტეტი იყენებს და ნერგავს თვითონ თავის პროცესებში და მე ეს ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჩემთვის პირველი იყო, რაც გავიგრო საქართველოში მსგავსი რაღაცას აკეთებს უნივერსიტეტი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს, იქიდან გამომდინარე, რომ გრძელ პერსპექტივაში რო ვუყუროთ, ჩემი აზრით სამუშაო ძალას არ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. ჩემი აზრით, ჩანაცვლებენ ის ადამიანები, ვინც ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს. იმიტომ რომ როგორც პირობითად ინდუსტრიალიზაციის დრომოს მოხდა, ხო ვინც მიწაზე მუშაობდა ადამიანები, ჩაანაცვლა ტრაქტორმა. ეს ნიშნავს რაღაც სამსახურები, რა თქმა უნდა, გაქრა, მაგრამ შეიქმნა ახალი სამსახურები. იგივე იქნება ხელოვნურ ინტელექტსაც, ანუ პრიორიტეტი ასე რომ ვთქვა და წინ წავა ის ადამიანი, ვინც იცის როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, სწორად. და რაც შეეხება AI სტარტაპებს, AI ექსპერტიზა ანუ ყველანაირად იქნება დაკომპლექტებული იმ მკვლევარებით, ადგილზე ჩასული ნებისმიერ ადამიანი შეძლებს ამ მკვლევართან გუნდთან შეხვედრების გამართვას, კონსულტაციას და ასე შემდეგ, რაც მისთვის საინტერესო იქნება. და ასევე იქნება გავაგებული NVIDIA-ს čipებით დაკომპლექტებული graphical GPU-ები 38 ცალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სტარტაპს ვისაც რაიმე კონკრეტული AI გადაწყვეტის მოფიქრება უნდა ან დანერგვა უნდა, შეუძლია ეს computing power-ი, გამოთვლითი რესურსი გამოიყენოს და შექმნას ის პროდუქტი, რაც მას უნდა, ასე რომ ვთქვათ. უღრმესი მადლობა.